საღამოშვიდობისა. ეს TV პირველია, მე ეკა ჩხეიძე ვარ და რა თქმა უნდა პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღეს ჩემი სტუმარია არაჩვეულებრივი მსახიობი, რეჟისორი, თარგმნელი, უნიჭიერესი ადამიანი და თუ რამე გამომრჩა კიდევ შემდეგ შემისწორებს ნინო ბურდული. მოდი ნინო, ძალიან მიხარი ხარ ჩემ სტუდიაში. აქ მაინც შევხვდეთ. აქ მაინც შევხვდეთ. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და მიხარია რომ ჩემს მაყურებელთან შესახვედრად მოვიდა და მოიცალა. რა გამომრჩა ახლა მითხარი ბარემ და რა ვიცი გზადაგზა გზადაგზა. კარგი, მაშინ სანამ საინტერესო საუბარს დავიწყებდეთ, მთისწყალი უნდა შემოგთავაზო 0%-იანი ბრომატი. ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია წყალი ზოგადად და შენ ხო გიყვარს წყლის? ხო. მოკლედ მე ჩემს გადაცემაში აი ამ ჯანმრთელ სასმელს ყველას ვთავაზობ და შენც ამიტომ შემოგთავაზე. კი ბატონო, დიდი მადლობა. როგორ ხარ? სტილ კარგად ვიღო. კარგად ხარ, ძალიან კარგი. ცუდად რო ვთქვა, წარმოიდგინე რამდენი რამის მოყოლა დამჭირდება, რატო ცუდად. რაზეც მოგინდება ყველაფერზე ვისაუბროთ თავისუფლად. კი ბატონო. ცუდად ხვდები პერიოდულად, როცა რაღაცაზე ვბრაზდები. ეს თავისთავად ცხადია. მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ. გადაცემის წინ რომ ვემზადებოდი, გავარკვევ რომ შენი ბავშვობა იყო სოლოლაკი. დიახ ბატონო. ხოდა მე არ ვიცოდი, მომიყვები როგორ იყო შენი სოლოლაკი, გიждები მაგუბან. ჩემი სოლოლაკი იყო საოცარი, იყო თბილი, იყო ფერადი, იყო აკაცია ჩემ ბავშვობაში, რომელიც ჩვენ აივანზე შემოდიოდა და ამას სულ ვიხსენებ, რომ ყვავდებოდა და ეს შემოსული ტოტები მე ვიყავი პატარა იმ რიკულებიან აივანს ვერ წუდებოდი, იქიდან ვიყურებოდი. ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული სოლოლაკი, იმიტომ რომ იქიდან დანახული ბიჭი შემიყვარდა რიკულებიდან. ეზოდან ამოვრბოდი და კაბას ვიცვლიდი ხოლმე დავეცი. დედა ჩემს ვეუბნებოდი და გამესვარა და უნდა გასაპრანჭად. ძალიან ქალი ვიყავ. ხო, გოგოები პატარობიდან ქალები არიან. იყო კიდე ერთ საოცარი ხე ფუნჯებივით გარგრის სუნი ქონდა მის ყვავილს და ვარდისფერი, საოცრება. ამას წინათ შევიხედე სხვათა შორის იქით სამეფოში როცა მივდივარ ხოლმე და თუ იქიდან მივდივარ იმ ასათიანის ქუჩიდან, რომელსაც ადრე ენგელსის ქუჩა ერქვა. შევიხედე და აღარ არის. არა, ის ეზო აღარ არის, იმიტომ რომ იქ ლოჯები მიაშენეს, ხეები აღარ არის, იქ ლოვა ყავდა, სომეხი ცოლ-ქმარა. ნუ ცხადია რომ ინტერნაციონალური ეზო იყო, ებრაელები, სომხები, ქურთები, ქართველები, რუსები ყველანი ერთად ცხოვრობდით. და ამ იმაში გავიზარდე. ამათთან მეგობრობაში და ამათთან თამაშში და ეს არაჩვეულებრივი ცოლ-ქმარი იყო, არ ყავდათ შვილი და ასაკოვანები იყვნენ და იმ კაცს უყვარდა ძალიან მცენარეები და ესეთი მართკუთხა ეზო იყო და სადაც თვითონ ცხოვრობდა იმ ნაპირას ქონდა პატარა მომრგვალებული ბაღი გაშენებული ძალიან ვარდები და უვლიდა და თან იყო გადაყოლილი. ის რა თქმა უნდა აღარ არის ხე აკაციის, აღარ არის ის ფუნჯებიანი ხე, აღარ არის, არის მარტო ბეტონი და გული სადღაც ჩამივარდა ფეხში, იმიტომ რომ როგორი ვიფიქრე აი როგორი ეგ ზოგადად ქალაქის პრობლემაც არის. ეს მაგას ვამბობ, ის რომ აი 15 სართულიან სახლს გიშენებენ 2 სართულიანის წინ, ეს ჩვენი კულტურა და ჩვენი მენტალობის მაჩვენებელია. ისევე როგორც არ უნდა დაამახინჯო ეს თბილისური ეზო, რა თქმა უნდა, მე მესმის გაფართოება კარგია, მაგრამ რაღაცა სხვა ხარჯზე რა. მოკლედ აი შენი ბავშვობა მოდის აი იმ სოლოლაკიდან, აი სიყვარული მოდის იქიდან და ის გახსოვს. სკოლას პირველი წლები იქ ვსწავლობდი და რაღაცა ჩემთვის არის აი სინათლით სავსე, აი რაღაცნაირი მზისფერი არის, ყველაფერი არ მახსოვს ღრუბლიანი, არ მახსენს სურათი. უპრობლემო დღეები და კარგი. რა თქმა უნდა. ნინო, ამბობ რომ როიალის ქვეშ იზრდებოდი და მე როიალთან. მუსიკა ბავშვობაში შენთვის მოვალეობა იყო თუ სურვილი? მეც დამამთავრებინეს 7 წლები, მაგრამ ძალით, ხო? მე ვნანობ, რომ აი ესე 7 წლები არ დავამთავრე, იმიტომ რომ მე ახალც მიმაჩნია, რომ მუსიკალური განათლება აუცილებელია, ოღონდ ან 5 ან 7 წელი, იმიტომ რომ მე უნიჭო ნამდვილად არ ვიყავე, მაგრამ ეს არ იყო ჩემი მოწოდება. მე ძალით მეცადინეობდი და რა თქმა უნდა როიალის ქვეშ თამაში უკეთესი იყო ჩემთვის პატარა ასაკში, ვიდრე მე
როიალთან დაჯდომა, იმიტომ რომ მსმენელი ვარ ძალიან კარგი, უფრო მგრძნობიარე ვარ მუსიკის მიმართ, ვიდრე მე თვითონ შემსრულებელი. ანუ მოვალეობა. კი ბატონო, მოვალეობა. მე ნამდვილად 8 საათით 6 საათი ვერასოდეს ვერ ვიჯდებოდი როიალთან, რაც ჭირდება იმისთვის, რომ იყო შემსრულებელი მუსიკის. მაგრამ მორჩილი ბავშვი იყავი და ამიტომ ფრიადოსანი ვიყავი, ამითია ყველაფერი ნათქვამი რა. ყველაფერში კარგი უნდა ყოფილიყო. ეს ვერ ვიტყვი რომ შენ არ ქონდა მის მე მქონდა, მე მაგას ვამბობ. ეს იყო უნდა და არა ვიღაცის ნათქვამი. რასაც ვაკეთებდი, აზათი. პასუხისმგებლობა ხო? ვაკეთებდი, ხო? პასუხისმგებლობა. შენ ხასიათში არის რამე, რაც აი პატარა ნინოსგან შემოგრჩა. ბევრი ძალიან და ასაკში რაც შევდივარ, მით უფრო მეტი. ძალიან თავნება ვიყავი და ეს მთელი ცხოვრება გამომყვა, რაღაცა პრინციპულობაში გადაიზარდა, ანუ თუ რაღაცის მწამს მე იმას ბოლომდე ვაკეთებ და არ ვმალავ, ასე ვთქვა. ძალიან არ მიყვარს ეს წყალქვეშა დინებები, მიმაჩნია რომ ცხოვრების დახარჯვა ამაზე არ ღირს. ბევრად უფრო იოლია პირდაპირ გულღიათ ყოფნა სიბრაზეც და სიხარულიც უფრო ადვილი გადასატანი არის და უფრო ბუნებრივი არის, როდესაც ხარ გახსნილი და ის ჩახვევაც არის ის მე სიბრაზე, იმიტომ რომ როცა ამას გამოთქვამ რაღაცაზე რომ ბრაზდები, ის უკვე გამოთქვი და მორჩა ის არ გრჩება შენ რაღაცა წყენად მთელი ცხოვრება. ნინ იცი რა მინაკითხო, აი მუსიკა ტენდენცია იყო, რომ ყველას მუსიკალური განათლება უნდა ქონოდა და ყველამ დავამთავრეთ ეს. სინამდვილეში შენ ბალერინობა ხომ არ გინდა? აბა, როგორ გინდა და ბალერინა. აი რატომ გითხრის უარი მაშინ მითხარი? იმიტომ რომ რაღაცა მუსიკას სწავლობ, გერმანულს სწავლობ და ზედმეტი მოგივაო. ანუ ბევრი იქნებაო, ხატვაზეც არ შემიყვანეს, ნუ ხატვაზე არა უშავს, იმიტომ რომ ხატავდი მაინც კარგად და არ იყო აუცილებელი რომ ვთქვათ მე სწავლა მაგასაკში ტექნიკა, მაგრამ აი ცეკვა მაგასაკში უნდა მესწავლა და უკვე მე გვიანი იყო, როცა მე თვითონ იმდენად მიყვარდა რომ 40 წელს ვიყავი საშავალს და რო წავედი ვორქშოპზე. ეგ მე ვიცი, ყველაფერი ვიცი. შენი მოიკრა. აბა. ანუ როგორ ფიქრობ, შედგებოდი როგორც ბალერინა? არა, შეიძლება არა, მაგრამ იცი რა, იმდენად მე ბალერინობა არც მინდოდა ეს კლასიკური ბალეტი. მოცეკვავე. მე იმდენად ქორეოგრაფ თანამედროვე ცეკვა და ქორეოგრაფიული სპექტაკლები, ნებისმიერი მიმდინარეობა, იმდენად ხიბლავს, აი როგორ მგავხა. აჰიპნოზებს. მეც არ წამიყვანეს, მონაცემი არა გაქვს. უი, და ვინ გადაწყვიტა ეგ მშობლებმა? მამი და ბალერინა მაგრამ. არა, არაფრით არ შეიძლება ეგრე. ამიტომ მე ჩემს შვილებს რაც უნდათ ის უნდა. ხო. მე ასე არ დამიძალებია არაფერი და არ ამიგრძალავს. იცი რა მითხარი ახლა, ანუ შენ ან მუსიკოსი უნდა ყოფილიყავი, ან მოცეკვავე, ბავშვობის გზას თუ დავაკვირდებით, მაგრამ აღმოჩნდი თეატრალურ კი, ესეც შემთხვევით აღმოჩნდი, იმიტომ რომ მოსკოვში არ გამიშვეს, მე კინო მინდოდა. კინომსახიობობა თუ? ეგი, მაგის ხათრით გავხდი მსახიობი, მაგრამ აი შევჭდიეთში. ეხა თეატრი არის ჩემთვის ნარკოტიკია. ვერ ვანებებ თავს. ძალიან მინდოდა კინო, მაგრამ აი არ გამიშვეს. შეეშინდათ რომ რატო არ გაგიშვეს? მოსკოვის გამო ხო, რომ აი მარტო ეხლა რაღაც ეხლა ჩემ თაობაში არავინ არ იყო, რა აი რაღაც სამეგობრო წავსულიყავით ან რაღაც, არა. მე ვიყავი ერთი გიჟი, რომელსაც ყველაფერში ფრიადები ქონდა. ჩემ თავს ვეზახავენ ფრიადოსას და რატომღაც წავედი სამსახიობოზე და ჩემ დროს ასე იყო, არ ვიცი შენ დროს როგორ იყო, რომ ვინ სხვა რამეში არ ვარგო და ის მიდიოდა სამსახიობოზე. თავის შესაძლებელად. რას ეძებდა იმ დროს ახალგაზრდა ნინო ბურდული? აი კინოში სიყვარულს, კინოთ სიყვარული იყო ჩემი. ის ბალეტი ცეკვა იყო უპასუხო სიყვარული, პლატონური, ასე ვთქვა, ძალმხრივი. კინოთი შემოვიდა ჩემთვის მსახიობობა. ანუ მე იმ კინომსახიობებზე ვგიჟდებოდი, რომელზეც ჩემი თაობა გაიზარდა და დღემდე მიყვარს, მთელი ცხოვრება მარჩელო მასტროიანი მიყვარს. რაღაცა ხიბლი აქვს კინოს ისეთი, რაც ჩემ ხასიათს ესადაგება, დასრულებადობა. თეატრი არის დაუსრულებელი თითქოს, აი სპექტაკლი შეიძლება დიდხანს, ბევრი წელი იყოს რეპერტუარში. ამას ვერ ვიტან, იმიტომ რომ მე მიყვარს
აი ეს აფეთქებული რაღაცა შემოქმედება და სევდა განშორების, რომ აი რაღაცა დასრულდა, ეს სევდაც მიყვარს. ისე რომ კინო ჩემი ხასიათისთვის იდეალური იქნებოდა, მაგრამ კინომსახიობობა არ გიცდია მერე? რანაირად? როგორ თუ არ დაგიძახეს რა? შემოთავაზება არ ქონია? იცი რა, ძალიან ბევრ კასტინგზე ვიყავი ახალგაზრდობაში, მაგრამ ძირითადად, თუმცა კარგი ფილმების შემოთავაზებაზეც ვიყავი, მაგრამ იქაც არა მიყვანეს და იყო ძირითადად უმრავლესობა მაინც ლამაზი გოგოების, შეყვარებული გოგოების როლები, ისე რომ არც კი ვნანობ. არის ეს თავარი გულის წყვეტა, რომ ვერ გახდი კინომსახიობი? არა, უკვე აღარ არის, უბრალოდ აი ეს რაღაცა სიყვარულად დარჩა. ეხლა გულის წყვეტა უკვე ეგეთი აქტიური არ არის, ხა ადრე ნერვიულობდი ყოველ კასტინგზე და ეხლა რა ვიცი. სევდიანია, მაგრამ ცხოვრებაში. ხო, ცხოვრებაში იქნება. შენი პირველი პედაგოგი თეატრს რო დაუბრუნდეთ, იყო ლილი იოსელი. რა ისწავლე მისგან ისეთი, რაც დღემდე შენთან დარჩა და რამაც პროფესიაში წარმატება მოგიტანა? ყველაფერი ლილისგან მისწავლე, დავიწყოთ აქედან. საკუთარი თავის რწმენა, საკუთარი თავის იმედი. მარტო თავდაჯერებულობას გულისხმობ, ხო? თავდაჯერებულობა კი უფრო რწმენა, რომ მე უნდა ვიპოვო ძალები ჩემ თავში. არა სხვისგან რამის მოთხოვნა, არამედ საკუთარი გზის გაგნება, საკუთარი ძალებით. ეს არის ლილის ნასწავლი. მე სულ ამბობ ხოლმე, რომ მე რეჟისორი არ მჭირდება, იმიტომ კი რეჟისორი არ მჭირდება, პირიქით რეჟისორის თეატრი მიყვარს ძალიან. მე ნებისმიერ რეჟისორთან ჩემი როლის რეჟისურას გავაკეთებ, რომ ლილი მეს მასწავლა. გაგვივლია პრაქტიკაში. საოცრად მადლობელი ვარ ამ ადამიანის, ეს საოცარი ქალბატონი იყო, ყველა მიცის ალბათ, ვისაც გაუგია და ვინც იცნობდა. პიროვნება იყო საოცარი და ეს მასწავლა, რომ პიროვნების გარეშე არაფერს არ აქვს. მასწავლა რა, დავინახე და დარწმუნებული ვარ დღემდე, რომ თუ პიროვნება არ მომწონს, აი იმისი არაფერი მაინტერესებს და თუ ვიღაცა ძალიან მომწონს, ვცდილობ რომ არ გავიგო როგორი პიროვნება, იმიტომ რომ არ გამიფუჭდეს შთაბეჭდილება. ხალხგაზრდობის წლებში რა უფრო მნიშვნელოვანი იყო შენთვის, თავისუფლება თუ სტაბილურობა? თავისუფლება. თავისუფლება. დღემდე ესეა. დღემდე ესეა. ძალიან სტაბილურობაში ცხოვრობდით და მე აგერ დავბოდიალობდი ბატონი მიშასგან, ვერ ბედავდნენ და ხშირად ხათრით არ მიდიოდნენ არსად და მე მოვიარე თეატრები. აი თუმცა თუმანიშვილს ეს არ უყვარს. არ უყვარს, არავის არ უყვარს ეს. ზოგი ამბობს, ზოგი ღიად, ზოგი ამ ფორმით, ზოგი იმ ფორმით. თეატრის ხელმძღვანელებს ეს არ უყვართ, მაგრამ მე თავისუფალი მსახიობი ვარ, ჩემი მოთხოვნილებებით, იმიტომ რომ მე მიყვარს სხვადასხვა სივრცეში მოხვედრა, სხვადასხვა ახალი პარტნიორები, სხვადასხვა რეჟისორები, ახალი სამყაროები მიყვარს, ერთი და იგივე ძალიან მღლის, რაც არ უნდა კარგი იყოს და მაღალი ხარისხის. ამიტომ შეგიშალა ამან ხელი? არა, მე მგონი არა რა. და ბატონ მიშასთან არ ქონია ამაზე? რა ვიცი ახლა პრობლემა. კი, რაღაცა წყენები. თავისი მისთვის ჩვეული ხერხებით მაჩვენა რომ უკმაყოფილოა, მაგრამ ჩემთვის ამას არ ქონდა მნიშვნელობა. მე ვიცოდი რომ მართალი ვიყავი. და ცხოვრება მაჩვენა რომ მართალი ვიყავი, იმიტომ რომ დღემდე უბედნიერესი მსახიობი ვარ, რომ ახალგაზრდა თაობასთანაც მიწევს ურთიერთობა და მე ამას ძალიან იოლად ვახერხებ, იმიტომ რომ მე მათ ჭკუაზე უფრო ვარ, ვიდრე ჩემი თაობის. რომელი როლი უფრო საინტერესოა შენთვის, რომელიც წარმატებით გამოგდის და რომელიც შედგება, თუ რომელიც ამოხსნასაც ბოლომდე ვერ ახერხებ და სულ რაღაცას ეძებ, ყოველ თამაშზე, ყოველ ცდელობაზე რაღაცას ეძებ. გამოკიტყდები და ყველა როლში თავიდან რაღაცას ვეძებ. ყოველ სპექტაკლზე. იმიტომ რომ ბოლომდე მაყოფილი არასოდეს არა ვართ მოგეხსენება. და რომ არ მოგბეზდეს ალბათ მაგიტომაც? ერთი ეგ არის ერთი მიზეზი. წარმატება კიდე დამოკიდებული არ არის ჩვენზე მოგეხსენება და ობიექტურ მიზეზებზე, ხელოვნება ძალიან სუბიექტურია. მაყურებელს არ მოწონს, მე მომწონს, მაყურებელს მოწონს, მე არ მომწონს, თქვათ, თვითონ სპექტაკლი და როლი. ჩემთვის პრინციპში არსებობს სპექტაკლი. მე ესე როლს განყენებულად ვერ უყურებ, იმიტომ რომ სპექტაკლი უნდა იყოს საინტერესო. ერთიანი ხო? მე უნდა მინდოდეს იმ სათქმელის თქმა, რაც უნდა რეჟისორ კონცეფციას უნდა ვეთანხმებოდე.
იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ პერსონაჟის თამაში არანაირად არ შემილია, მაგაში ძალიან უნიჭო ვარ. და ეს ძიება კიდე არის აი იმ რაღაცა ჩარჩოში თავისუფლების ძიებაც არის, იმიტომ რომ ბევრ რეჟისორს არ უყვარს და ძალიან უყვარს ზუსტად გამეორება. მე არანაირად არ შემილია და მიმაჩნია რომ არ არის სწორი, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი ხელოვნება და დღეს მე გუშინდელი ნინოსავით ვერ ვითამაშებ. ჯესტე არ გინდა განმეორდე, არც მინდა განმეორდე და ვერც ვიზამ, იმიტომ რომ ზუსტი არ იქნება. იმიტომ რომ ყოველი ახალი განწყობა, ახალი აზრი, ახალი ფიზიკური მდგომარეობა წყვეტს იმას, როგორი იქნება დღეს ნინო ამ როლში. ხო. და არის ისეთი როლი, რომელმაც კვალი დატოვა, თქვათ, შენს პიროვნებაზე, შენს ხასიათზე, ყველა. გასვლა გამოსვლაში ვართ, მე ვაძლევ ჩემ როლებს, ჩემ რაღაცა თვისებებს. ხადია და ის მიტოვებს რაღაცა თვისებებს. რამდენიმე ცხოვრებით ხარ ნაცხოვრები შეიძლება ესე ითქვას და რა საინტერესო. იმიტომ არის რომ ვერ ვანებებ თავს. საოცარი თერაპიული პროფესია არის. თუ გაგიმართლა და გააქვს შემოთავაზება, ყველაფერს გადაგატანინებს. ყველაფერს, იმიტომ რომ გადიხარ ფაქტიურად ტოვებს შენ ცხოვრებას, ცოტა ეს ის კი არ არის რომ გარდასახვა ხდება. უბრალოდ კომენტა ხო? გაივიწყებ იმ ცხოვრებას, რაც რეალურად შენი ცხოვრებაა, იმიტომ რომ რაც არ უნდა არ გადავისახო, მე თამაშის დროს იმაზე ხო არ ვფიქრობ პრობლემაზე იქ. რა თქმა უნდა. სიამოვნებს ახალი ატმოსფერო, ახალი ნაცნობები, ასე ვთქვათ, ეს ძალიან დიდი სიამოვნების წყაროა. რამდენად ცვლის მსახიობს მისი გმირები? ცვლის, თუ მამდული მსახიობია ცვლის, თუ ტექნიკური მსახიობია ვერა. არ ვიცი, ეხლა მე ეგრე არ დავფიქრებულ ვარ ამაზე, მაგრამ ეხლა რო უცებ ვიფიქრო, ანაბეჭს თუ ტოვებს როლი, ეს ნიშნავს, რომ მარტო ტექნიკური არ ახარ. ესე იგი რაღაცები ტივილიშ გეტკინა, გაიარა ამაში. კი. და ეგ სასიამოვნო პროცესია ძალიან. და მე მიყვარს ეგეთი მსახიობები, იმიტომ რომ სხვანაირად რა ინტერესი მსახიობი? არა, რატო? ტექნიკურიც არის, აი შემსრულებ მუსიკოსებშიც ხო არის ეგეთი, არიან ტექნიკური, თქვათ იგივე პიანისტები, არიან მთლიანად პიანისტები, არ ვიცი როგორ დავარქვა. ისიც кайფია, არ ვიცი, რაღაცა სახის სიამოვნება არის, რა თქმა უნდა. შეიძლება, მაგრამ მე არ ვიცი, იმიტომ რომ ერთხელ ვიყავე, არა, ავტომატზე ხშირად ვარ ხოლმე, მაგრამ ერთხელ ცუდი რამე დამემართა. ორ პერსონაჟიან სპექტაკლში, მცირეში ვთამაშობთ მე და ანა ნიკოლაშვილი. ძალიან მიყვარდა ეს ჩაი. და პიესა იყო ისეთი, რომ თითქმის ერთი და იგივე ტრიალებდა სამი სცენა, სხვადასხვა დეტალებით და მეოთხე იყო სხვა. და აი ამ ავტომატზე რომ აქ მიშვებული, უცებ გამოვფხიზლდი ამ ავტომატიდან და მივხვდი, რომ არ ვიცი რა ადგილას ვარ. არ ვიცი რომელ სცენაში ვარ. ანა არის ისეთ საოცარი პარტნიორი, აი ხა ძალიან უცნაური რამე მოხდა, მე მისკენ ზურგით ვარ. ტექსტი ვთქვი და გავჩერდი. გაგრძელება არ ვიცი. იმ ტექსტს ერთ სცენაში სხვა გაგრძელება აქვს, მეორე სხვა, მესამე სხვა. გაითიშე. ანა მიხვდა და ეგრევე ისეთი რაღაცა მითხრა რეპლიკა, რომ მივხვდი რომელ სცენაში ვარ, რომ მარტო იმ სცენაში შეიძლება და ეს რეპლიკა ეთქვა. აი ესეთი პარტნიორი არის საოცრები. გამორჩეული პარტნიორი ზოგადად ყავს? კი, მიშა იყო გომეშვილი, ძალიან საოცარი პარტნიორი და საოცარი მსახიობი. ბევრი მყავს. ასე ვერ ჩამოვთვლი. ხო, გასაგებია. ახალგაზრდებში? ახალგაზრდებშიც ბევრი მყავს. საოცარი, ორ კაციენში ძალიან კარგად ჩანს, ხო იცი? სხვა ის არ არის და იქ ან ხარ პარტნიორი და ან არა, აი ძალიან პირდაპირ იგრძნობა. ზუკა პაპუაშვილი. საოცარი ადამიანი და როგორი პროფესიონალი, სულ ახალგაზრდა ბიჭი. 3-4 როლზე ერთად მუშაობს, დარბის იმ თეატრში, ამ თეატრში, იმ როლზე, ამ როლზე, იმ სპექტაკლში, ამ სპექტაკლში. საოცარი. ეხლა ვიყავით ერთად ფესტივალზე და ძალიან მადლიერი ვარ ახალგაზრდების განსაკუთრებით რა რეჟისორებისას და მსახიობების, იმიტომ რომ რაღაცნაირად მიმიღეს თავის ხო და რამხელა მნიშვნელობა აქვს, ძალიან დამოკიდებული პროფესიაა, ჩვენი პროფესია ზოგადად და ძალიან მნიშვნელოვანია. დამოკიდებული ჩემზე არ არის არაფერი. იცი რა, ამას წინათ ვისაუბრეთ მე და ერთმა ახალგაზრდა რეჟისორმა, მე არ შემიძლია მეთქი უთხარი შეკვეთ.
მსახიობები თვითონ ეკაჩებიან რეჟისორებს და ეს ყველგან მსოფლიოში მიღებული არაფერი პრობლემა არ არის ამაში. მე არ შემიძლია და პრინციპულად მიმაჩნია რომ არ არის სწორი, იმიტომ რომ რეჟისორმა თუ არ დაგინახა, ის შენი ხათრით, ეხლა ჩემი მეგობარი დამაკავე გეხოცები? კი, ის ჩემი ხათრით კიდე მიდგავს თქვათ. მაგრამ ეს კონტაქტი არ იქნება. ის რაღაცა ნაპერწკალი. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სპექტაკლი არის რეჟისორი. რეჟისორმა უნდა დაინახოს მსახიობი და მორჩა. ვერაფერს ვერ უზამ ამას. კი. წეგან თქვი რომ გიწევდა შენი სურვილის ამებს სხვადასხვა თეატრებში მოძრაობა გიწევდა და გინდოდა და ამაზე შეიძლება განაწყენებაც იყო შენს კარიერულ ცხოვრებაში იგივე ბატონი მიშასგან და სხვადასხვა რეჟისორებისგან ვინც სტაბილურობას ითხოვდა ზოგადად და მე ეს კარგად მახსოვს. აი როგორ ფიქრობ ერთგულება და თავისუფლება ეწინააღმდეგება ერთმანეთს? თავსებადია? რა თქმა უნდა თავსებადია. ის რო ღალატად თვლიდა ზოგი რეჟისორი. კი, მაგრამ ღალატი ეს არ არის ღალატი. ეს არ ნიშნავს რომ მე ბატონ მიშას არ ვახარებ. არა, ღალატი ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ აი მე რომ მივდივარ და სხვაგან მუშაობაც მინდა და იქაც მინდა ეხლა და მარტო შენთან კი, არ მას ხვამდეს ღალატად აქვს. არა აქ დანაკლისი, იმიტომ რომ მაშინ მე უნდა მქონდეს იგივე განცდა, როცა ის რაღაც როლზე სხვა მსახიობს იყვანს და მე არა. მაშინ უკუღმაც იგივე ხდება და ასე ხო არ ხდება. რეჟისორზე ხო არ ბრაზდები, როცა განაწილებაში არ ახარ. რეჟისორები არიან ეჭვიანები, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აქვთ ეს დესპოტიზმი ხასიათში. რომ შენ უნდა ელოდე, როდის დააკავეს. კი, მე არავის არ ველოდები, არც რეჟისორს. მე რაღაცნაირად ერთადერთი რასაც ველოდი უკვე ჩემი ასაკისთვის ეს იყო ძალიან ლოგიკური პატარა მაგიდა შევიძინე ჩემი საძინებლისთვის საწერი მაგიდა სამუშაოდ და დავალაგე მოკლედ და ამოვიღე რაღაცა ქსოვილები სახატავად რაღაცები რაც შეინახული მაქვს და ყველაფერი ერთად ძველ ზურგჩანთებში ჩავაწყე და ესე მოვათავსე კარგად კუთხეში რომ დამთავრდა ჩემს თავს ვეუბნები ნინო მსახიობი იწყება მხატვარი ეხლა ხო გინდოდა და ხო ხელები სულ გინდა რომ ხატო აი ეხლა იდეები რაღაც ღამე რაღაც ნახაც ვქმნი ტვინში და აი აგერ არის დაჭდები და დახატავ სხვა რა ნუ შეიძლება ვთარგმნო კიდე იმიტომ რომ მსახიობა რო სრულდება მე არა ვარ ჯერ უენერგიოთ რომ და უცებ იმდენი რამე დამეყარა თავზე ეკა. ვეღარასწრებ ხატვა. არა, ვერ აი ეს იმტვერება, ეხლა ის ჩემი ლამაზად გამზადებული რულონები, სხვადასხვა ფაქტურა. ის ეგ არ არის რომ არ არის გვია. ხო, რა ვიცი, იმიტომ რომ მაგას ცალკე დრო უნდა რა, ესე არ არის რომ ეხლა 9 საათი მაქვს დღეს და დავხატავ, ეგრე არ შემილია, რასაც ვაკეთე ბოლომდე იმას ვაკეთე. ეხლა რამდენი რამე გარეთ ჩამონათვალში, ხო? მუსიკა, ხატვა, თეატრი, კინო, ლიტერატურა, ცეკვა არსებობს სფერო, სადაც თავი არ მოგისინჯავს. ან გინდა ჯერ კიდე მოსინჯო თავი რაღაცაში, კიდე დაგრჩა რამე ეგეთი. არა, არ დამრჩა, მოსინჯე ყველაფერი და რაც მოსინჯე ყველაფერი მომწონს, უბრალოდ არის რაღაცები, სადაც გვიან დავიწყე მოსინჯვა და კარიერას იმითი ვეღარ გაიკეთებ, ანუ მსახიობობა კარიერაა ფაქტიურად ასე დავარქვათ ჩემი, ხო? მსახიობი ვარ. როგორც პროფესიონალი და ეს ბუნებრივად წარიმართა ეს ჩემი გზა თავისი პაუზებით, თავისი დატვირთულობით, ყველა ეტაპი გავიარე. ეხლა სხვა რაღაცებში ესეთი ეტაპები არ გამივლია იგივე თარგმნელობაში. თარგმნას მივადექით, მოდი, აი მითხარი. აი პირველი პიესა ვთარგმნე გერმანულიდან 90-იანებში, აი უკვე ისინი რომ შოკებს რო თიშავდნენ ლამპის შუქზე, ვთარგმნე პირველი პიესა. უბრალოდ ჯერ დათო კაკაბაძეს ვთხოვე, გერმანისტი არის, შეიძლება იცი შენც ალბათ. იცნობ, რომ მითარგმნე მეთქი რა ეს პიესა მომწონს და მინდა მეთქი ვითამაშო. და რაღაც არ ეცალა თუ რაღაც მოკლედ უარი მითხრა. შენთან თარგმნეო. მე სადვიცი ეგეთი გერმანული მეთქი და მაგრამ დავიწყე. მე ეს პიესა მონოპიესად გადავაკეთე და ვერიკოში სხვა შორის ანდრომ გამაკეთებინა ჩემი მეუღლე დამეხმარა ქმარი. მე რაღაცნაირად იცი ბუნებრივად მიყვა, იმიტომ რომ გერმანულ თანამედროვე დრამატურგიაზე უფრო მიმიწვდებოდა ხელი. ჩვენთან ხო არაფერი არ იბეჭდებოდა ფაქტიურად, ფაქტობრივად. თითქმის არაფერი. პიესები ყოველ შემთხვევაში.
ყველაფერი იყო ძველი და თანამედროვე ვიცი, იმიტომ რომ გერმანულად ვკითხულობ. მე ვთარგმნი ეგრე, მე ენას ვეძებ, იმიტომ რომ ვირგებ. აი ეს 1000 გვერდიანი ბრილკა ვთარგმნე ეგრე. ენას ვირგებდი და მე უკვე ნინო მთხოვა ავტორმა რომანი მეთარგმნა. რატომ ნინო ხარატიშვილი? აი რამე ქონდა ამას? კი, ნინოსთან ძალიან უცნაურად დაიწყო ურთიერთობა, ჩემი ახალგაზრდა მეგობარია და ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს რომ მასაც უყვარვარ. ბერლინში ვიყავით რაღაცა პროექტის პრეზენტაციას, ქართულ-გერმანული რაღაცა, რომელიც მე არ შედგა. მედეა უნდა გაეკეთებინა ქართულ-გერმანულ გუნდს. იქ გავიცანი ქალბატონი მანანა, რომელიც გერმანიაში დიდი ხანი ცხოვრობდა, ფრანკფურტში იყო კავკასიურ ენების ფაკულტეტზე პროფესორი. ძალიან სასიამოვნო ქალია, მასთანაც ურთიერთობა მაქვს დღეს და რაღაცა საუბარში ვახსენე, რომ მე იმ დროს უკვე რეჟისორობას მაშვებოდი, ვცდილობდი, უკვე რაღაც ორი დადგმული მქონდა და ვეძებდი ქართულ პიესას და ვერ პოულობდი, რომლის დადგმაც მომინდებოდა. და ეს შევჩივლე. და უიმე ვიციო, გერმანიაში არის ერთი ქართველი გოგო ისე კარგად წერსო. ვაიმე, ქართულად მეთქი, არაო გერმანულად, არა უშავს გადავთარგმნი მეთქი. და მომცა კონტაქტი მეილის მისამართი. ჩამოვედი, ეს იყო ზამთარი, ზაფხულამდე ვერ მოვიცალე, რაღაც თეატრში ბევრი საქმე და ზაფხულში რომ მივედი კომპიუტერთან, რომ მეილში შევედი, რომ უნდა დავწერო წერილი, რომ აი ნინო მე ვარ, ნინო მსახიობი და მინდა პიესები, ხვდება ნინო ხარატიშვილის წერილი. როგორ თქვენ ის ნინო ხართ? მე რაღაცა თქვენ სპექტაკლებზე დავდიოდი და ვგიჟდები თქვენზე და წელს შემოდგომაზე და ეხლა გავიგერო თურმე გერმანული გწოდნია და შემოდგომაზე სპექტაკლს გავდა ითამაშებ ჩემს. ვაიმე რა გადასარევი. და მე საბჭოთა კავშირიდან გამოსული ნინო, რომელიც გერმანიაში დავდიოდი ჩემთვასთან, მაგრამ რა იყო ეს წასვლა ხო მახსოვს, როგორ გვიშვებდნენ და რამდენი ის იყო საწვალებელი. და ვფიქრობ, ეხა ეს გოგო ვერ არის კარგად რა გერმანიაში, რაც როლის სათამაშოდ, ვინ გამიშვებს. და ნუ პიესები ვთხოვე, გამომიგზავნა თავისი რამდენიმე პიესა და მართლა ძალიან მომეწონა. და ზაფხულში მე ჩამოვდივარო და თუ თანახმარო ხარო, ჩამოგიტანო მაშინ მოწვევას. კი ვარ მეთქი თანახ. ჩამოვიდა, ჩამომიტანა მოწვევა. და პირველად ცხოვრებაში ვითამაშე გერმანულად ჰამბურგში როლი. ეს რომელი წელია? ეს არის 2010. ოღონდ ნერვიულობდი ეკა ისე. თავში მიგუგუნებდა, ყურებში მიხშულობდა, გული აი აქ მიცემდა. და პრემიერის წინ სადღაც სიბნელეში მარტო აი ეს ბნელ ოთახში ვიწექი იატაკზე. და სუნთქვით ვცდილობდი ამ ჩემი მდგომარი, იმიტომ რომ არანაირი დასაწყნარებელი არ მშველოდა. ისეთი პასუხისმგებლობის ის მქონდა აფეთქება, რომ ეხლა მე რო რამე შემეშალოს გერმანულად, რაღაცა არასწორად ვთქვა. და მოკლედ იყო ძალიან კარგი სპექტაკლი და არ ვიცი სუბიექტური ვარ თუ ობიექტური, მაგრამ ის სპექტაკლი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მსახიობები იყვნენ თავისუფალ თეატრში დადგა და თავისი არჩეული მსახიობები იყვნენ, რაც ძალიან გადამწყვეტია ხომ ხშირად და სახელმწიფო თეატრში იძულებული ხარ აიყვანო ის ვინც არის. და იყო 6 ქალი ვთამაშობდით 4 როლს, 2 კაცის როლს და 2 ქალის როლს. აი ისე მსუბუქად, ირონიულად, რაღაც თეთრ ფონზე შავი ფიგურები, ყველას შავი გვეცვა, უყურთ ყველას სხვადასხვა სტილისტიკის ტანსაცმელი, ვისაც რა პერსონაჟსაც რა უხდებოდა. გიჟდებოდი იმ სპექტაკლზე, დღესაც იმაზე მაბოდებს. და გამოცდილებაც იყო არაჩვეულებრივი. თარგმნამ ჩემმა რაღაცება, ეს გერმანული გავიხსენე ამ თარგმნაში, რაღაცა თორე მთელი ცხოვრება არ დამჭირვებია გერმანული და საოცრება არ არის ხა. აი სხვა კულტურაში მუშაობამ, ხო? საკუთარ თავზე რა გასწავლა? აი რა აღმოაჩინეს საკუთარ თავში ისეთი, რაცაც აქ ვერ ამჩნევდი? იცი რა, ვერ ვამჩნევდი, არა, ვამჩნევდი, რომ მე ძალიან მოწესრიგებული ადამიანი. გერმანიაში მუშაობისას რა აღმოაჩინე? აი, გერმანიაში მუშაობისას მივხვდი, რომ ის არის ჩემთვის კომფორტი. აი, რაც თქვა ბატონ თემურთან, მამა შენთან იყო კომფორტი, როცა დაალაგებული რეპეტიცია იყო, როცა მივდიოდი კონკრეტული სცენის გასაკეთებლად, იმ სცენას ვაკეთებდით იმ დროში და მოვდიოდი მშვიდად. კი, პრემიერაზე მაინც ღელავ, მაგრამ მუშაობის პროცესი არის უფრო სასიამოვნო, ქაოტური როცა არის, მე იმ ქაოსში ქაოსი ვიღაცამ უნდა დაალაგოს, ქაოსი და ჰარმონია რო იქნება, ის არის ფასეული.
თორე თუ ჰარმონია არ შექმენ, ის ქაოსი და ქაოსად რჩება 2 თვე და 3 თვე. იმაზე ცუდად ხდები. და ამაში დავწმუნდი უბრალოდ გერმანიაში, იმიტომ რომ იქ არის ყველაფერი მოგეხსენება აწიგწიგებული. გერმანული სიზუსტით. ეხლა იქაც რაღაცეები აირია რაღაც, მაგრამ ეხლა ჩვენთან შედარება არა. ხო, რა თქმა უნდა. მაყურებელიც განსხვავდება ხო გერმანიაში? მაყურებელი განსხვავდება, მაგრამ არ ველოდი აი ამ სპექტაკლზე შევეჯახე პირველად. იცი როგორ გამოხატავენ აღფრთოვანებას ფეხის ბაკი. კაი რა. მე არასდროს შემჩნევი. და ეს რა იყო? რა მაგარია. კი, და ძალიან ემოციურები არიან. 4-ჯერ თუ 5-ჯერ გამოვყავდით ხოლმე სპექტაკლი ძალიან ის იყო წარმატებული. რამდენჯერაც ვითამაშეთ და აი ეს ფეხის ბაკუნი მომეწონა ძალიან, იმიტომ რაღაცა ისეთია რა. ტაში რო აღარ გაკმაყოფილებს და ტაშია რო არ გაკმაყოფილებს ხო და რაღაც პერიოდი ითამაშეთ და როგორც არის ალბათ გარკვეული რაოდენობა და მე იხდი. მაყურებელი ყავს და 10 წელი ყავდა 10 წელი არ ვთქვა. არა, ხო მაგას ვიძახი, ანუ როგორც არის. კაი ეტაპი იყო და ეს დასრულებაც ის იმიტომ თკბილად მახსენდება რა, ცუჩი არაფერში ვერ მოასწრო გადაზრდა. ის რომ ქართველი მკითხველი დღეს ნინო ხარატიშვილის შემოქმედებაზე არის, არ ვიცი, შეყვარებული. შენი დამსახურებაც არის ეს რა თქმა უნდა. კი, ამას არ დავვალავ და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მე მახსოვს როგორ დავდიოდით კარდაკარ რედაქციებში მე და ნინო, რომ დაებეჭდათ ნინოს რომანი. ანუ მე რომ დავთანხმდი რომ აი თარგმნი, მე დავიწყეთ ესე, მე თვითონ არ ვიცნობ არავის გამომწევი. და უარს გეუბნებოდნენ ხარატიშვილი? მართლა. კი. ხარატიშვილი უკვე არ ვიცი, თარგმნიდან რამდენ ხანში დაიბეჭდა? აი რო თარგმნე, მე დიდი დრო დაჭირდა ამას. კარდაკარ სიარულს. არა, კარდაკარ სიარული იყო ეტაპი, რომ საერთოდ გაეცნოთ ნინო, იმიტომ რომ ჩვენთან ხო მარტო აი ვიღაცა აქ ნაცნობი აქ ფეისი იცი იქ რა შვება და აქ რო ფეისი არ იყო და ბავშვობიდან იქ არის წასული და იქ რო ყველა медали და ორდენი აქვს ბრეჟნევივით ჩამოკიდებული. ეს არავინ არ იცოდა და რა ვიცი, ძალიან პოპულარული იყო და ეხლა მე რო ფრაიბურგში ვთამაშობდი თეატრის ის რა ქვია პორწიედან დაწყებული უნივერსიტეტის პროფესორი დამთავრებული ყველა საკითხული ქონდა ბრილკა. ეხლა მე სხვები არ ვიცი, მაგრამ ბრილკა ეს რაც ვიცი რომ აი ესეთი პოპულარობა მოიპოვა ამ რომანმა. ხო და ძალიან ძნელი იყო რომ გაგვეცნო ქართველი ემისთვის და მე ამაში ჩემი რაც შემეძლო, ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ მე ვქენი რაღაც დიდი იმის გარდა რომ ვთარ. არა, მესმის ხო რასაც ამ. მაგრამ მე ვფიქრობდი რომ დავხმარებოდი ხო. ეხლა იცი რა დამაინტერესა უცებ. აი პიესას რო ვკითხულობ, ყოველთვის ვარ მე პირადად პერსონაჟი რომელიღაც. აი თარგმნის დროს უფრო მკითხველი ხარ თუ ავტორის თანამგზავრი? უფრო ავტორის თანამგზავრი, იმიტომ რომ ყველა პერსონაჟი ვარ. ყველაფერს ყველაფერს ვთამაშობ და ყველაფერს როგორც წეღამ თქვი ვირგებ. და მე აღმოჩნდა რომ თურმე ნინო რო წერს, ისიც ხმამაღლა კითხულობს, როცა ამოწმებს რაღაცა ეპიზოდს. და მეც ეს ჩვევა მაქვს, ან არტიკულაციით, როცა ვთარგმნი და მე გადასამოწმებლად როგორ მესმის, რომ ეს იყოს ბუნებრივი სალაპარაკო ენა და არა რაღაცა არტ ენა, რომელიც არა აქვს ნინოს. თორე შეიძლება კონდეს ნაწარმოებს და მაშინ სხვა რამე გჭირდება და აქ იმდენად ესეთია ბუნებრივი ყოველდღიური ენა, ოღონდ ცოტა გაპოეტურებული. ეხლა მუშაობ რამეზე თარგმანზე? ეხლა კომიქსებზე. ეს ახალი ფურცელია ჩემ ცხოვრებაში. ეს სულ სხვა რამე. ესე იგი, ცოტა ხნის წინ ვთარგმნე პირველად ცხოვრებაში, არ მიყვარს მე კომიქსები. არა ვარ კომიქსისტი, არ ვიყავი. ვთარგმნე ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაზე კომიქსი, ძალიან კარგი კომიქსი და ეხლა ვთარგმნი ბეთჰოვენის ბავშვობაზე, იმიტომ რომ ეხლა ბეთჰოვენის ბავშვობაზე მე უნდა ვთარგმნო, აბა ვინ. და ძალიან გავერთე, იმიტომ რომ იცი რას გავსეკა? კადრირებას. აი ოთარ იოსელიანი რას აკეთებდა? კუროსავას აკეთებდა. ხო, კადრირებას გავს, ძალიან გავს კინოს სცენარს ჩემთვის, ხო. და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ახლა ამიტომ ვაგრძელებ. მეორე შემოთავაზებაზეც დავთანხმდი. გაგიმარჯო. წყლის ზალა მომცეს. კი, ძალიან მაგარია. რეჟისურაზე მინდა გადავიდე. მსახიობობა და რეჟისურა. უფრო თავისუფალი
რომელში ამ ეტაპზე რომელია უფრო შენი? იცი რა, მე როგორც კი დავდგი სპექტაკლი მივხვდი, რომ ჩემი მსახიობობა შეცდომა იყო. ჩემი ადგილი არის რამპის იქით. მაგრამ ეს უკვე ძალიან გვიანი იყო, მოგეხსენება, ძალიან გვიან დავიწყე და თან ტიპი ვარ ისეთი, რომ ეხლა გაჩნდნენ ცოტა პროდიუსერები და შეიძლება ვიღაც დაგეხმაროს ფულის შოვნაში, იმის დაწერაში, ამის დაწერაში. ძალიან არ მეყვარს ეს ქაღალდუმანი, ეს განცხადებების წერა, ეს დასაბუთება, რატომ მინდა ამის დადგმა, თან ამის შეფუთვა, მერე ისე რომ იმან გაიგოს. და ამიტომ ცოტა ტკივილიანი არის ეს, თუმცა ეხლა ძალიან კაი იდეა მაქვს კიდე ძალიან კაი პიესა წავიკითხე და მე თვითონ ვაპირებ თარგმნო და თუ მოვასწარი დავდგა. ეგეც ცოტა ტკივილიანია, იმიტომ რომ გვიან მოვედი აზრზე, რომ მე გარედან ხედავ სპექტაკლს, როცა შიგნით თამაშობ, მაშინაც გარედან. შენი თავის რეჟისორი, შენ ყოველთვის თვითონ ხარ. რეჟისორიც ვარ და თვითონ ხედავ მთელ სცენას, იმიტომ რომ ცალკე ჩემს თავს კი არა, მთელ სცენას და ჩემ თავს მე ამ სივრცეში და ამ მოცემულობაში. ხო და აი ეს გარედან დანახვის უნარი ყოფილა ის, რაც რეჟისორს სჭირდება. და ბევრი რეჟისორისგან განსხვავებით მე ვხედავ სპექტაკლს და ისე ვიწყებ დადგმას და ვიცი რა სცენაში რა მინდა. აი საქმეს ამარტივებს თუ ართულებს, როცა მსახიობი რეჟისორი ხდება, ესე ვთქვა. იცი რა, ჩვენ სინამდვილეში არ ვიცი სხვაგან როგორ არის, ჩვენთან ართულებს. იმიტომ რომ გიყურებენ როგორც ეხა მსახიობობაში იქ არ ყოფნის რაღაცა რეალიზებას ვერ ასწრებს და ეხა დაიწყო რეჟისურაში. არ არის ეგრე. მე რეალიზებული მსახიობი ვარ და აბსოლუტურად სხვა პროფესია. არა, საზოგადოების აზრს არ გეკითხები და თავს არ გეკითხები, ხო? შინაგან. ერთადერთი არის, რომ თანაგზნობა მაქვს მსახიობების მიმართ. არა ვარ დესპოტი მსახიობების მიმართ. თუმცა კეთი ცხაკაია, გიტლერიაო ესე აჩვენა. რაღაცა შენიშნო მივეც სცენაზე ავედი, რაღაცას უსწორებდი ესე როგორც ვიცი და ეხაც როგორ ვსაუბრობ და რო ჩამოვდიოდი ესე გაკეთე ეს გიტლერი ეს ვინ არისო? ანუ მე კაცრი კი არა ვარ, მე ვარ ფეთქებადი, ენერგიული, არ შემიძლია წყნარად. შენი თავის მიმართაც ეგრე ხარ, მომთხოვნიც და კი. არა, ეხლა თემური მაგალითად სიმშვიდის ის იყო. ძალიან კაი ატმოსფეროს ქმნიდა. მე ვგიჟდებოდი მაგალითად და ეხლა ეს ესეთი ტიპი ვარ, თემურისნაირი არა ვარ ნამდვილად რა და ამიტომ როგორიც ვარ, ეგეთივე ვარ რეჟისორიც. და ნუ მსახიობები ჩემთვის ხელშეუხებლები არის, იმიტომ რომ ვიცი რა ტკივილია და რა საშინელი პროფესიაა. ეს მაქვს კარგი თვისება, რაც რეჟისორებს არ აქვთ. რეჟისორი. გავლილი გაქვს. დავიდანვე რეჟისორებს. როგორ ფიქრობ, დღეს მაყურებელი შეიცვალა თუ თეატრი? თეატრი ვერ შეიცვალა, მაყურებელი შეიცვალა. მაგრამ რაღაცებში არ შეიცვალა. რამ შეცვალა? დრომ, თეატრი დროის დღევანდელი ხელოვნებაა და დღევანდელი მაყურებელი მოდის თეატრში. რაც არ უნდა პერიოდი იყოს, რომ აი მაყურებელი მოვაკლდო თეატრს. თეატრში მაყურებელი ბრუნდება. მე უკვე რამდენიმე ეტაპი გამოვიარე ეგეთი და ალბათ შენც გახსოვს. პერიოდები იყო, რომ ცარიელი დარბაზზე, პერიოდები იყო ყინვაში ცისხდნენ პალტოებში და ეხლა სავსეა. ეხლა სავსეა. ეხლა ძალიან ბევრი ახალგაზრდობა დადის, მაგრამ ეხლა არის ორი ტიპის მაყურებელი, ისევე როგორც ორი ტიპის თეატრი. ერთი არის, რომელიც ცდილობს იყოს თანამედროვე, ცდილობს, ჯერ არ არის თანამედროვე. და ხო იცი ძალიან ძნელია თანამედროვე რო იყო ხვალინდელი უნდა იყო თეატრი ისე სწრაფად გაკეთდეს და ამის მაყურებელი ამის მოთხოვნილებით მოსული მაყურებელი და თეატრი რომელსაც არ უნდა რომ შეიცვალოს და რაღაც ილუზორულ პრინციპებს ებღაუჭება და ამის მოყვარული მაყურებელი ფსევდოკლასიკური თეატრის ფსევდოს ვამბობ იმიტომ რომ ვეღარ იქნება კლასიკური თეატრის შემქმნელები აღარ არსებობენ მათ სისხლში და ხორცში რაც ჰქონდათ გამჯდარი იმათ გააკეთეს. დღევანდელ რეჟისორს არ შეიძლება ის ფორმები ჰქონდეს გამჯდარი სისხლში და ხორცში. სხვა დროა, მეც კი. ეხლა მე როცა ამ სისქე წიგნებს ვკითხულობდი, სხვა ნინო ვიყავი და ამ ხელა წიგნს რო ვეღარ ვკითხულობ, ხო სხვა ნინო ვარ ეგ. როცა ხელნაწერს ჩემთვის უკვე ვეღარ ვარჩევ რას წერ, იმიტომ რომ ხელით წერა დამავიწყდა, აკრეფა არის ყველაფერი კომპიუტერზე ჩემთვის, აკრეფილი მაქვს. ესე იგი სხვა ნინო ვარ, ხო? ხო, რა თქმა უნდა, დროსთან. აჩქარებულია დრო, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მე ასაკი მომემატა,
ტემპო რიტმი გამეზარდა. ამას ყველა ვერ ახერხებს, რომ ასაკი მოგემატა და ტემპო რიტმი გაგეზარდოს და სხვა რამე აყვე ამ რიტმს პირიქით. იმიტომ რომ ვერ ასწრებენ, არ კითხულობენ, ეკა არ ნახულობენ, არ ვიცი, ჩვენ ხო ძალიან ბევრი ვიარეთ, მსოფლიოს რამდენ ქვეყანაში ვიყავით. ყველგან ვახერხებდი და დავდიოდი სპექტაკლებზე და ეს ფესტივალები ძალიან ბევრს იძლევა, რა აბა, თქმა უნდა. მე მგონია რომ მე თეატრთან ერთად შევიცვალე, თეატრი იცვლებოდა ჩემ თვალწინ. ახლა თუ არ უვლიათ სპექტაკლებზე, თუ არ წაუკითხავთ თანამედროვე დრამატურგია. სოფლიოში რა ხდება თუ არის? კარგზე და ცუდზე კი არ არის. ამაზე არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ სუბიექტურია და შეიძლება მომწონდეს, შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ ფაქტია რომ კლასიკოსსაც უკვე სხვა ენით მიყვება რეჟისორი და სხვა ენით გამოხატავს მსახიობი. სხვა სცენური ენა გაჩნდა. როგორია დღეს თანამედროვე თეატრი, რომელია? უფრო ლაკონურია, უფრო გულგრილია, უფრო დაუნდობელია. ემოციური აღარ არის. რომელია ეგეთი ჩვენთან დღეს? არის რომელიმე რომ იცი რა, არც ერთი ცალკე აღებული თეატრი არ არის. შიგადაში გჩნდება რაღაც სპექტაკლები, სადაც არის ეს ელემენტები და ხარისხიანად არის, თორე ეხლა ცდილობს ბევრი, მაგრამ პრინციპულად არაფერი იცვლება. ამას სწავლებაც სხვანაირი უნდა. რა თქმა უნდა. ეს სწავლება დიდი ხანია დასრულებულია ერთი სკოლის, გინდა ბრეხტი იყოს და გინდა სტანისლავსკი. ამას წინათ ერთ თეატრ მცოდნეს ვესაუბრებოდი და ნინო რა ებზე ლაპარაკობო ელემენტარულ რამეს არ ასწავლიანო იმაში უნივერსიტეტშიო და შენ გინდა რომ როგორ არ გვასწავლიდნენ მეთქი ანტიკურ თეატრს ძველ აღმოსავლურ აზიურ თეატრს ჩინურს თუნდაც ინდურს სპარსულს როგორ არ გვასწავლიდნენ თეატრის ისტორიას ქმედებაში ექშენში ხო როცა ეწუდები შეიძლება აკეთო ის ესთეტიკა ის რა მოინდომე ხო ნიღბების თეატრს მარიონეტებს ეს ხო ყველაფერი მსახიობობაა ეს ხო მხოლოდ გამდიდრებს შენ და როცა აი ესე თეატრის ისტორია არიცი დღევანდელი თეატრი ამ ყველაფრის ნაგროვია იცი აი რაც დაგროვდა საუკუნეების 100 საუკუნეების მანძილზე ამისი კრებითი სახეა, რაღაცა დეტალი იქიდან არის, რაღაც იქიდან, ამიტომ განათლებასაც მოითხოვს. ნინ, აი თეატრის დანიშნულებაზე რას ფიქრობ? თეატრი უნდა პასუხობდეს საზოგადოების კითხვებს თუ ახალ კითხვებს უნდა აჩენდეს? მე მგონია, რომ კითხვებს უნდა სვავდეს. სვამდეს. და აჩენდეს, კი. პასუხი რაღაცა მენტორობაა, იცი, მე არ მეგულება უჭკვიანესი ადამიანს, რომელსაც ყველაფერზე პასუხები აქვს. მე მგონია, რომ შეკითხვის დასმა არის ყველაზე კარგი ნიშანი იმისი, რომ ადამიანი აზროვნებს. თუ ის შეკითხვებს სვავს, ესე იგი აზროვნებს. თუ ჩვენ გვინდა რომ ვიაზროვნოთ თეატრმა, შეკითხვები უნდა დავსვათ და მაყურებელსაც გაუჩინოთ შეკითხვების დასმა. და რო წავა უნდა დარჩეს უნდა კი და უნდა იფიქროს ამაზე შეიძლება მთელი ცხოვრება. იმიტომ რომ არის კითხვები, რომელსაც პასუხს ვერ გასცემ. დღევანდელ ქართულ თეატრს ყველაზე მეტად რა აწუხებს? აი რა არის დღევანდელი თეატრის პრობლემა? ყველაზე როგორც ყველა სფეროში ფული. ფული. ვიქნები აბსოლუტურად გულახდილი და გულწრფელი. ფინანსები, მიმაჩნია რომ ფინანსების გარეშე არ არსებობს არაფერი. სამწუხაროდ. ენთუზიაზმი არის ძალიან პატარა, ძალიან ცოტა ხანი. ძალიან მცირე დროით ძლებს თითო ადამიანზე. ანუ ფული იქნება საკმარისი, მივიღებთ იმ თეატრს, პროფესიონალი, როდესაც შენ გინდა რომ გქონდეს კარგი ანაზღაურება და ყავს კონკურენცია, იმ დროს სხვასაც უნდა კარგი ანაზღაურება. მაშინ ნებას იბოძებ და კარგი პროფესიონალი გახდები. გააკეთებ ყველაფერს, რომ იყო მაგარი შენ პროფესიაში. თეატრი მარტო მსახიობი ხო არ არის. თეატრი არის უამრავი პროფესია. ხო, მაგრამ და ამ ყველაფრისგან იქნება, როცა მხატვრები ისევ ფიცრებისგან აკეთებენ დეკორაციას, ეხა ბებია ჩემის დროის, როცა ამდენი ახალი ფაქტურა გაჩნდა. სუბუქი, საინტერესო, ახალი ატმოსფერის შექმნელი. მხატვრობიდან ვიწყებ, იმიტომ რომ მიყვარს. თვალით ვიწყებ სპექტაკლის აღქმას. ეკისრება თუ არა
ხელოვან ადამიანს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. თავისი ცნობადობიდან გამომდინარე, საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობიდან გამომდინარე. კი, ერთი მხრივ ეკისრება, მეორე მხრივ ძალიან საფრთხილოა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოწმეები ვართ მეც და შენც ამისი იყენებს ამას და ხდებიან სახეები პოლიტიკური პარტიების, რაც რისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ჩემ ერთ მეგობარს უთხარი კიდეც შენ შეგიძლია იყო ვიღაცის მომხრე და ვიღაცის წინააღმდეგი, მაგრამ სახე არ უნდა გახდე. აი, როდესაც თქვათ არჩევნების დროს სახე რო ხდებიან, ეს აი ჩემს არა, სახეზე არ ვიძახი. მაგრამ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ ხელოვანი არ არის მოქალაქე, აბა ვინ უნდა იყოს? საერთოდ კარგია რომ მოქალაქეობა გავიაზროთ, რას ნიშნავს, მაგრამ დაღლილი საზოგადოება ვართ და ამასაც ვეღარ ვითხოვ უკვე. ანუ საზოგადოებაში, აი პოლიტიკური მოვლენებიდან, ქვეყნის მოვლენებიდან განზე დგომა ხშირად მართლდება იმითი, რომ მე პოლიტიკაში არ ვერევი და ეს ჩემი საქმე შეიძლება არ ჩაერიო, მაგრამ როგორ შეფასების უნარი არა გაქვს. პროტესტი არ გიჩნდება უსამართლობაზე, ან წინააღმდეგობის გაწევის სურვილი თუ რაღაცას არასწორ კანონს იღებენ მაგალითად. არ ვიცი, ეს უნდა მე მგონია ბუნებრივად უჩნდებოდეს ნებისმიერ მოქალაქეს და ხელოვანს მით უმეტეს და ეს აჩვენა ამ ბოლო მოვლენებმაც, რომ აბსოლუტურად ისეთი თითქოს ნეიტრალური ადამიანები რაღაცა ენერგეტიკის მფლობელები აღმოჩნდნენ და ძლიერები რაღაცა ძულებულები გახდნენ, რომ აზრი და ეხლა ცოტა პირადზე მინდა მოდი რა გააჩნია. რამდენად ადვილია მსახიობისთვის საკუთარი ცხოვრების პირადის აი პროფესიისგან განცალკევება. გამიჯვნა. იცი რა, ძნელია. ადვილი არ არის. იმიტომ რომ როდესაც დაკავებული ხარ, აი ძალიან ცუდი წევრი ხარ ოჯახის. იმიტომ რომ აბსოლუტურად განზე ხარ. ეს შენი მეუღლეც ჩემი მეუღლე მიგებს კაცო ის იმას მიგებდა ყოველთვის, კი. იმიტომ რომ მისთვის ეს გასაგები იყო, თუმცა თვითონ არის როგორ გითხრა, ხა ქართული მოცემულობით თითქოს კაცი უფრო თავისუფალია ამ ოჯახის საქმეებისგან, არ ჩვენ ეგ არ ქონდა არასოდეს. მეშველებიც ერთად გავზარდეთ და რა ვიცი, ამ დროს აუცრება მაგ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია, მაგრამ აი რასაც ითხოვენ თქვა ტრადიციულად საქართველოში ქალისგან იმას ხო ჯერ კიდევ რაც ძალიან მიკვირს იმას ცხადია მე ვერასოდეს ვასრულებდი იმიტომ რომ სტაბილურობა ჩემ ცხოვრებაში არასოდეს არსებობდა როდესაც ვიყავი თავისუფალი 2 თვე მაშინ შემეძლო სადილები მეკეთებინა ისიც ახლა ყოველ დღე არა და ნაირ-ნაირი არა, იმიტომ რომ მაგასაც საზღვარი აქვს. შეიძლება მე ობიექტურად სამუშაო არ მქონდეს ამ წუთას, მაგრამ იდეები ყოველთვის მაწუხებს და ყოველთვის მუშაობ რაღაცაზე. ამიტომ თვითონ ხელოვანი ესევე იქნება დარწმუნებული ვარ, მხატვარი, მწერალი და ასე შემდეგ. ყველა ვინც რაღაცა შემოქმედებას ემსახურება. და ორი ხელოვანის თანაცხოვრება მარტივია თუ პირიქით? ვაიმე, ჩვენ გავამარტივეთ, არის ჩვენ თვითანამშრომლეთ ბევრი ეხლაც რაღაცა შემომთავაზა, ესე ფრთხილად გამკითხა, მაგრამ შანსი არ არის. მე მაგ დროს ვარ უკვე დაკონტრაქტებული, ასე ვთქვათ. თუ გადაიტანს სიამოვნებით ვიქნები კვლავ ერთად სანდროს ერთად პროექტში. ნამუშევარი მაქვს ნანახი სარდაფში, მაშინ ჯერ კიდე. ხო, კაფე ვიდეო თეატრი, ხო, როგორ მომწონდა. სულ სხვა ხელწერა იყო და სულ სხვა რაღაცა იყო. შვილებს არასოდეს გაჩენიათ სურვილი ხელოვნებასთან? არა, შეშინებულები არიან. არიან შეშინებულები არიან. უნძროსი საერთოდ თეატრში არ დადის და ვერ იტანს. არა, ეხლა უკვე გაიზარდა, მაგრამ რაღაცა ასაკში ქონდა პროტესტი. გერმანიაში, ჰამბურგში ისეთი გახარებული ვიყავ. ხო, ნუ არა, დედას ვერ ხედავდნენ და ისეთი გახარებული ვიყავი, რომ ჩემი შვილები დავპატიჟე. ერთი იყო უცხოეთში სწავლობდა იმ დროს. და მეორე თბილისში იყო და პატარა იყო შედარებით რა და მარტო მყავდა დატოვებული და ჩამოვიდნენ ორივენი შეიკრიბნენ და სპექტაკლზე პრემიერა ნიკო უმცროსმა დაადო უფროს მხარზე თავი და დახუჭა თვალები
და მე ხო ვერ ვხედავ ახლა მაყურებელთა დარბაზში და ერთმა მსახიობმა თქვა, ნუ დაინგრა დარბაზი და რაღაცა და აუ როგორ მოეწონათ და გახარებულები ვარ და ყველას არ მოეწონაო იმ ქალმა თქვა, ერთ კბიც აგე იქ ეძინაო. მე უთხარი პუტკუნას მეთქი, ეგ ჩემი შვილი. აუცნაურია რაღაცა შინაგანი პროტესტი ხო არისო? რა თქმა უნდა. დემონსტრირება გააკეთა იმის რომ არ აინტერესებს. აი რა. და შენ ქონდა სურვილი, როდესმე რომ შენი შვილები შენს გზას გაყოლოდნენ, ან მამის? არც მიფიქრია ამაზე, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ თვითონ რაც უნდათ ის უნდა აკეთო. არა, სურვილის დონეზე. არა. კი ვეძახდი ვერიკოს იმას, სანდროს, იმიტომ რომ ესე თეატრალურად ტიროდა ხოლმე, სულ პატარა რო იყო. ესე ტიროდა იატაკზე, განერთხმოდა ესეთ პოზაში. მსახიობია. ხო და არ ვიცი, ახლა შეიძლება გქონდეთ ნიჭი, მაგრამ მე არც მიცდი, იმიტომ რომ თვითონ სურვილი არ გამოვხატავთ და ხა თეატრში იმდენჯერ წამიყვანია რეპეტიციებზე და თუ რამე უნდათ თუ უნდათ იტყოდნენ და გაიზამდნენ. ნინო და სერიალები, ახლა მინდა მივადგე. ყავა და ლუდით დავიწყე. შენი მარიკა დღემდე ახსოვს მაყურებელს. შენ გიყვარს ეს პერსონაჟი? ძალიან. არ გენატრება? არა, მე რო წამოვედი, იქ სხვა პრინციპების გამო წამოვედი, მაგრამ უკვე ის ვიყავი, აღარ ვიყავი დაბმული, თორე ვერ შევძლებდი წამოსვლას. ეს შენი მუდმივი სიახლის ძებნა იყო რამაც? არაფერი აი აქ ამომივიდა. სერიალი ერთი მხრივ არის საოცარი დახმარება, თერაპია კინოს აი ამ უკმარისობის, ხო? იმიტომ რომ მაინც კამერაა და მაინც განსაკუთრებით როცა აი რაღაცა კარგი სერიალია და კარგი რეჟისორები იღებენ და ხარისხი კარგი, ხო, აი რაღაცა არის მსგავსი. და მეორე მხრივ არის აშნელება ეს გაუთავებლობა. ნუ არ ვიცი, არ შემიძლია. არ შემიძლია. თუმცა სერიალი არის ის მიმართულება თუ მიმდინარეობა, რომელსაც მარტივად მოაქვს პოპულარობა და ხო, კი, უბრალოდ იცი რა არის. ნახე როგორ რამე მოხდა, როცა მაშინ მომიტანა პოპულარობა, იყო გამაღიზიანებელი, იმიტომ რომ სხვა ადამიანი უცებ ქუჩაში დაგიტაკებოდა და გეხვეოდა როგორც საყვარელ მეზობელს. ხო. ოჯახის წევრი ვითხრა. ჩემთვის ცოტა ისე. ხო, ესეთი, ხო. ეხლა გაჩნდა დისტანცია, სხვა თაობა გახდა ამის მაყურებელი. და ეს როცა უკვე ჩემი შვილების და შვილი რომ მყავდეს ალბათ შვილების თაობაც რო უყურებს და ცოტა სხვა დისტანციიდან გავხდი მათთვის საყვარელი და ნაცნობი, ეს ძალიან მომწონს. იმიტომ რომ ისინი ცოტა სხვანაირად ნაკლებად გადარეულებივით იქცევენ, ნაკლებად მოწონთ, აი ვიღაცა მაგალითად ღამე ერთხელ მოვდივარ და მოტოციკლეთზე ზის ვიღაცა, ხა რას ვხედავ ღამე და ვაიმე ქალბატონო ნინო როგორ გამიხარდა თქვენ რო დაგინახეთ, მიყვირის, მე კაცზე გადავდივარ და მე ვერ ვხედავ და ჩაფხუთში ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭის ხმა. ესეთი გამოხატვები ძალიან თავისუფლად გამოხატავენ და მაყურებელს როზე რაღაცა დისტანციას იცავენ და ძალიან მომწონს. და თაობაც რომ სხვა არის, ესეც მომწონს. მაყურებელს ხშირად მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას უტოვებ. სიამდილეში ხარ? რა ვიცი. მკაცრი არა ვარ, მე ვარ პრინციპული, უბრალოდ და გულახდილი. მე არ შემიძლია შელამაზება და ლავირება და რაღაც. როცა საქმეზე მიდის საუბარი, იქ ვარ პრინციპული და ღია. ითხოვ გერმანულ სიზუსტეს. ხო, რაღაცა ღია თუ ამბობ. არ შეიძლება მსახიობი მობილურით იჯდეს რეპეტიციაზე და Facebook-ში იყურებოდეს. ეხლა ეს არის, არ ვიცი, ამბანი. რა თუნდა ეხლა, ან დავდგათ მეთქი 5 და როგორც ამერიკულ კინოებში კოლეჯში რო შედენ, ჩააგდეთ 5 და შემოდით რეპეტიციაზე. ეხლა როცა ასეთ რამეს ვამბობ, ვიღაცისთვის შეიძლება მკაცრი ვარ, მაგრამ ეს სიმკაცრეა. მე მგონია რომ გადავობ და სასაცილოა. ამის თქმა რომ მიწევს არის სასაცილო. საკუთარ თავთანაც მომთხოვნი ხარ ხო? კი. მაგრამ ეს უკვე რთული აღარ არის, ეს რთული იყო სანამ ახალგაზრდა ვიყავი და სანამ აი რაღაც იცი ეს ჩემი პრინციპები სანამ დაალაგდებოდა რაღაცა როგორ ვთქვა, ბიბლიათ ასე ვთქვათ. ესმის, იმიტომ რომ პრინციპები რო ლაგდება, მე ისინი არ იცვლება პრინციპში. უკვე საკუთარი კონსტიტუცია. უკვე შენი ისა გაქვს რა და იმ კონსტრუქციაზე დგეხარ.
და რა შედის და რა არ შედის ამ კონსტრუქციაში, რა მოძრაობის კეთება შეგიძლია და რა არა, უკვე გასაგებია. აი სანამ ეს დაალაგდება, მაშინ ცოტა იოლი არ იყო და მიწევდა ამაზე ფიქრი, ამაზე ჯაბ, თქვათ, საუბარი ვინმესთან, ვისთანაც მაინტერესებდა მისი აზრით. დაკვირვება, სხვები როგორ იქცევიან და ასე შემდეგ. და საკუთარ თავთან ბრძოლაც. ბედნიერების შენი განმარტება გააქვს, ფორმულირება. შვილები. მარტივად. იმიტომ რომ მე აი ხო ისეთი ადამიანი ვარ, ოპტიმისტი არ ქვია, არ ვიცი რა ქვია მაგას, აი კარგ მხარეს რო უფრო მეც ვხედავ, ვიდრე ცუდს. მაგრამ ამ ხელა ცხოვრება გამოვიარე და აი ესეთი უპირობო ბედნიერება არის მხოლოდ შვილები. უპირობო. გეთანხმები. ასაკთან ერთად რა დაკარგე ისეთი, რაც არ გენანება. სილამაზე ახალგაზრდული, მაგრამ არ მენანება. არ მენანება, იმიტომ რომ ის იმ ასაკში იყო, კაი და ეხლა ისეთი რო ვიყო, რა თმინდა. და რა შეიძინე მაშინ ისეთი რაც ვერ მიიღე ახალგაზრდობაში და წლებმა მოგიტანა. წლებმა მომიტანა რწმენა ჩემი თავისუფლების უფლებაში. ადრე თავისუფალი რო ვიყავი, ეს იყო ბუნებრივად თავისუფალი ვიყავ და ეხლა ვიცი რომ მე მაქვს ამის უფლება რო ვიყო თავისუფალი. ეს მომიტანა. როგორ ვიყარხარ? არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხს დღემდე ეძებ. უიმე უამრავი და ღმერთთან პასუხი ნუ მაპოვნინოს იმ კითხვებზე, არ ვიცი. არა, თავისთავად თვითონ ცხოვრება არის ერთი დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც ამოუხსნელია სანამ აქ ვართ და რო წავალთ, არ ვიცი, საწავალთ, ამიტომ იქაც კითხვის ნიშანია და ამიტომ ცხოვრება არის თავად კითხვის ნიშანი. თავარი კითხვა მაინც რა არის? თავარი კითხვა ჩემთვის არის მქონდა თუ არა უფლება შვილების გაჩენის. სხვისთვის სიცოცხლის მიცემის. იმიტომ რომ მე ხო იმათთვის არ მიკითხია. ეს არის შეკითხვა, რომელიც ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა და სინდისის ქეჯნას მიჩენს და პასუხისგებლობის ისეთ გრძნობას, რომელსაც ვერანაირად ვერ მოიშორებ, იმიტომ რაც არ უნდა იზრუნო და იდარდო მათზე, მათი ცხოვრებაა და შენ ვერაფერს ვერ იზამე მათ ცხოვრებაში. ეგ არის თავარი. საინტერესოა, მაგრამ ხომ არ გსაყვედურობს გამო. არა, არა, მაგრამ მაგას როგორ ვკითხავ ახლა? მაგრამ ნებისმიერი ტკივი, ახლა მე ამდენი ტკივილი გამოვიარე და მე არ მქონია მაგალითად ჩემ მშობლების მიმართ რა რატო გამაჩინეს, მაგრამ თავისთავად ის იმდენად მიჩვეული ვარ, რომ მე სხვის აზრს პატივს ვცემ და მისი შეკითხვის გარეშე, ხო ვთქვათ, ბავშვებთან დაკაკუნების გარეშე არ შევსულ ვარ ოთახში, პატარებიც რო იყვნენ, მაგრამ ეს ისეთი რამეა, რაც არ ითქმის და ამაზე არასდროს ვისაუბრებთ ალბათ და არ ვილაპარაკებთ შვილებთან, მაგრამ ეს ყოველთვის მაქვს შეკითხვის ნიშანი, როგორც ადამიანს. გვაქვს ჩვენ იმის უფლება, რომ სხვა ადამიანს მივცეთ სიცოცხლე ისე, რომ არ ვკითხოთ და საერთოდ აქედან მაგრამ ეს მაინც იქიდან რა არის სიცოცხლე, მაინც იქიდან გამომდინარეობს. თუ ჩვენ ვართ ატომების გროვა და ვირუსების რაღაცა გუნდა, რა შეკითხვებზე ელაპარაკი ახლა შენი ჯერიმე რა და თუ არა, აი მაშინ ძალიან ბევრი შეკითხვა, რომ საინტერესო. თავარი სინანული. ხო, აი თავარი სინანული რაა, რომ არ ვიცი, ესეთ შეკითხვებთან შეგვიძლია დავაკავშიროთ, არ ვიცი, მექნება კიდე სხვა ცხოვრება, სადაც შევძლებ, თუნდაც ისე რომ არ მეხსომება ეს ცხოვრება და მე დარწმუნებული ვარ, რომ წინები არ მახსოვს, სადაც შევძლებ იმის გაკეთებას, რაც ამ ცხოვრებაში ვერ მოვასწარი, იგივე ცეკვას, იგივე კიდე ორი შვილის გაჩენას, იგივე რაღაცა, არ ვიცი, რეჟისურას უფრო ადრე, ხატვას და ასე შემდეგ. სხვა ქალაქში ცხოვრებას მაგალითად, სხვა ქვეყანაში. და კიდე ერთი შეკითხვა. ცხოვრების მთავარი ამბავი. ამბავი როგორც სიუჟეტი თუ ერთი მოვლენა როგორც? აი, თავარი რა იყო შენ ცხოვრებაში? აი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც რო გადახედო. შეიძლება წინ არის ეს პირველი შეყვარების შეგრძნება რო გამიჩნდა, იმიტომ რომ ამ გრძნობით ვიცხოვრე მე მთელი ცხოვრება. სიყვარული. მე სიყვარულის გარეშე
წამი არ ყოფილა. და ალბათ ეს იყო მთავარი, იმიტომ რომ ეს იყო პირველი გაცნობიერებული რაღაცა. ეხლა შეიძლება მანამდე ჩემი თავი მახსოვს დაახლოებით მაგასაკიდან, აი რიკულებს რო ვერ ვწვდებოდი, მახსოვს როგორ ხატავდი, მახსოვს როიალის ქვეშ როგორ თამაშობდი, მახსოვს როგორ შემიყვარდა. აი ეს ალბათ იყო ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ ეს და დღეს რა შეგიძლია მითხრა რა არის სიყვარული? სიყვარულია ცხოვრება, მე მგონი. ძალიან მარტივად. ყველაფერს აკეთებ. ყველაფერს აკეთებს სიყვარული. ყველაფერი მოდის. კი. ყველაფერი. მაგით იწყება, მაგით თავდება. ძალიან დიდი მადლობა. ყველაფერს მადლობა შენ რომ შენთან საუბრის საშუალება მომეცა. ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის, მომავალ წარმატებებს გისურვებ და ყველაფერს საუკეთესოს, რაც შეგიფიქრებია, ხატვასაც თავის დრო ექნება და ყველაფერს. შენც ასევე მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ პირველი სტუდიის სტუმარი იყავ. მე მაყურებელს შევახსენებ რომ ეს იყო მსახიობი ნინო ბურდული, მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. ბედნიერ არ